თამარის ერთადერთი ვაჟი დედასავით ლამაზი და გამორჩეული გახდა. ის 1192 წელს დაიბადა. უფლისწულის დაბადება ქართველებმა დიდი ამბით აღნიშნეს. ჟამთა აღწერელი მეფის საოცრად რომანტიულ და დაუჯერებელ სიყვარულის ისტორიასაც გადმოგცემს. როგორც მემატიანის მონათხრობიდან ირკვევა, ლაშა გიორგის კახეთში, კერძოდ ველისციხეში ყოფნის დროს ფრიად ქმნულ კეთილი ქალი მოეწონა. მყისვე აღტაცებულ იქმნა და გულის თქმა ვერაფრით ვერ დაიოკა. სამწუხაროდ ველისციხელი ქალის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ის ველისციხელი აზნაურის მეუღლე გახლდათ, რომელიც მეფეს ამალასთან ერთად ნადიმობის დროს ემსახურებოდა. სწორედ იქ შეამჩნია ლაშა გიორგიმ ეს ქალბატონი და იმდენად აღფრთოვანებული, იმდენად დაუოკებელი აღმოჩნდა, რომ მყისიერად ყველას დასაძრახი გადაწყვეტილება მიიღო. მეფემ თავის ქვეშემრდომს ცოლი წარგვარა და სასახლეში წაიყვანა. მოხდა ის, რასაც სასახლის კარის და საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. მეფეს ერთ წელიწადში ველისციხელი ქალისაგან უფლისწული შეეძინა. ახალგაზრდა მეფის წინააღმდეგ სამოხელეო აპარატთან ერთად ქართული საეკლესიო დასიც გაერთიანდა და ამიტომაც დიდებულები სამღვდელოებასთან ერთად იძულებულნი გახდნენ თავად წამოეყვანათ ქალი სასახლიდან და ის ქმრისათვის დაებრუნებინათ. ლაშა მარტო დარჩა, დამარცხებული და გაბრაზებული. როგორ წარიმართა ველისციხელი ქალის ცხოვრება, დანამდვილებით არავინ იცის. თუმცა იოანე ბატონიშვილს ერთი საინტერესო ხალხური გადმოცემა ჩაუწერია. ამ თქმულების მიხედვით სასახლიდან განდევნილი მეფის მიჯნური ერთხელ ფხოვიდან თიანეთს ბრუნდებოდა ვიწრო კლდოვან ადგილებში უვლია, გაუფლიანებულა, გაციებულა და ძალიან მძიმედ ავად გამხდარა. თიანეთელებს ძალღონე არ დაუკვლიათ, თუმცა საქართველოს ვერ გადედოფლებული ქალისათვის ვერ უშველიათ და ის იქვე გარდაცვლილა. ველისციხელი ქალის გარდაცვალების შემდეგ არც ლაშა გიორგი გამოდგა დღეგრძელი. ის ძალიან ახალგაზრდა, 31 წლის ასაკში უცოლოდ გამოეთხოვა წუთისოფელს. მეფის პირადი ცხოვრება დღემდე რჩება განხილვის, ურთიერთდავის, მეფის კრიტიკის და მისი გაქილიკების საფუძვლად. არიან ისეთებიც, რომლებიც აღფრთოვანებულები რჩებიან მეფის მიჯნურობითა და ერთგულებით. ალბათ დღეს ძალიან ძნელია ცალსახა პოზიციის დაფიქსირება, თითქმის 7 საუკუნოვანი გადმოსახედიდან ახალგაზრდა მონარქის ცხოვრების შეფასება. თუმცა თუ მოვინდომებთ ახალგაზრდა ქართველი მეფის ქმედებების ახსნას გენიალური ქართველი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის შემდეგ სიტყვებში ვიპოვნით. სიყვარულო ძალსა შენსა, ვინ არს რომე არ ხმონებდეს, ვინ არს რომე გულსა ტახტად ოხრას ხარკად არ აქცემდეს. შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს და ბულბულს არ ადეზრახვის, რომ შენ გამო ვარც შეჰყებდეს.